გამარჯობა ძვირფასებო. დღეს უკვე მეორე ვიდეოა, მე და მილენამ უნდა ამოვირჩიოთ კერძო სახელები თუ რამე ახალი გამოჩნდა. მოდით ერთად ვნახოთ. აბა, ეს უკვე მესამე ნაწილია კერძო სახელების გადაღების და წავიდა. პირველი მარტო გადაიღე, მეორე კამილასთან, მესამე ჩავიდა, ხო? ორივე კამილასთან გადავიდა როგორი? როცა შინარი ყავი. აბა რას უყუროთ და აი ამას უყუროთ მეგობრებო, მოდით ერთად მე და თქვენ. так. მანდიჯე კიდე ნიკოთორი არ გამოჩნდება. აბა შევასწოროთ კიდე შევხედოთ კარგად ჩანს თუ არა კი? კი, ნორმალურად ჩანს, ეჯექი. my home. სიმღერა იცი, ვიცი როგორი. Hello. так. ეს სახელი ფილტრი გვინდა, ფილტრი. ფილტრიისთვის არის. იყიდება სახლები, ანაგარაკები, შემდეგი თბილისი, უბანსარაკ, მნიშვნელობა, ასი, დოლარში გვაინტერესებს, 80, დავუშვათ 80-დან. так. ზეპნა. აუ რა კაია. არა, დედა ძალიან ძვირი იქნება. ლილოში. აი ამაზე ვუგო. так, აბა ვნახოთ ლილოში. 4 ოთახიანი კერძო სახლი ლილოში, 99,000 დოლარი. რა არის? უბოდი მე, აი მეც მას უყურებ ეგ რა არის? აი ეს რა არის? სიცქნა ოთახები, აი ლოგინი დევს და всё მეტი არაფერი. აი კუხნა და ლოგინი მაგარია. ვანა. ეს არის სახლი? ეს არის მე მგონი ვაგონჩიკები. ერთი ვაგონჩიკი ზემოთ ადევს, უეჭველი ვაგონჩიკი ადევს და დაბლა რაღაცა მიშენება. და ეს არის 4 ოთახიანი სახლი, მეგობრებო, 100,000 დოლარი. აი, მამერტო მიშველე. იყიდება 4 ოთახიანი კერძო სახლი ლილოში. აბა ესეც ვნახოთ. რა ყველაფერი ლილოში? 100,000 დოლარი, 180 კვადრატი ფართი და 650 მიწა. აბა ვნახოთ. მიწა კაი ფართია. ვანა. ტუალეტი ცალკე. ერთი ტუალეტი, მეორე ტუალეტი. ჭერი. კუხნა. სამი ტუალეტი? არა, ეს იგივეა. არა, ნუ იგივეა. ერთი საძინებელი. მაგრამ მგონი ძველი სახლია. ძალიან ძველი სახლია. თუმცა რემონტი შიგნით ნორმალურია და ეზოც კარგი აქვს. მაგრამ ძალიან ძველი სახლია ლამაზი. სამწუხაროა, კაი შემდეგი. так. 9 ოთახიანი კერძო სახლი ნაძალადევშეს რამდენი ხანი იყიდება უკვე? 85,000 დოლარი. აუ რა ლამაზი. დიდი ხანი იყიდება უკვე მგონი. თუ სხვა რამეა კაცო პარტი. მოიცა გარედან ვნახოთ როგორია, თუ ვიცანი. 5 საძინებელი, 4 სართული. ოჰო. ეზო არის ერთი ციცქნა მანქანას დააყენებდა მორჩა, მაგრამ გარედანაც არ მომდოს, ძველი აშენებულია. შიგნით ლემონი. 3 ოთახიანი კერძო სახლი კუკიაზე. No. 6 ოთახიანი კერძო სახლი მუხიანში. მოდით აბა ვნახოთ ერთად. მე აღარ დიდდება სამწუხარო. კაი ეს ჭერის ქვეშ დავლა რა ხდება, ეს პადვალია, პოლოპადვალია რაღაცა ეგეთი.
კვადრატი 140 კვადრატი ფართი გამარჯობა იყიდება სასწრაფოდ კერძო სახლი მუხიაჩი ახმეტ ელისმეტირისთან ფეხით 10 წუთის გზაზე სახლი 140 კვადრატი ეზო 180 ძალიან პატარაა ეზო 300 კვადრატი მაინც როგორ არ უნდა იყოს ეზო ცუდია так 4 ოთახიანი სანზონაში 4 ოთახიანი სანზონაში 85 კვადრატი, ფართი 70 კვადრატი, 4 ოთახიანი 70 კვადრატი. არ მომწონს. შემდეგ. ორივე იგივეა. ისე კუკია. 5 ოთახიანი. ისევ ის არის. შემდეგი სათუკური ნაგოლედები. ფართი 140 კვადრატი. ეს ვარ აქვს საერთოდ 15 კვადრატი ეზო ეთყობა ოფში დვორია ალბათ ეს არაფერი არ არის შიგიდან თეთრი კარკასია თორე ვიცი ნახე რაც არის 8 ოთახიანი 90,000 ძალიან კარგი სახლია მართლა მაგრამ არ შემოღობილია არაფერი მართლა კარგი სახლია მაგრამ შიგიდან შავი კარკასია ვაფშე ერთი მაგდენი კიდე დაჭირდება 90,000 კიდე დაჭირდება რომ კარგად გაარემონტო. ისე ძალიან ლამაზი კარგი სახლია კი. აი ფატიბაბუს რო აქვს მაგდაგვარი სტილის იქნება შიგნიდან. მაგრამ შემოღობილიც აი ნახე ეს არის მარტო ალბათ. აი ესე უნდა შემოღობო. აი ესე, მაგრამ აი ეს რო ძალიან ახლოს რო არის. ეს ძალიან სახლია. ой, უყურს სახლია. აი აქედან კიდე არა უშავ რა ეს, აი აქ შემოღობა მაშინ აი აქ. აი აქ რო შემოღობო კიდე არა უშავ რა. აი მაშინ მაინც არა. შიგნიდან ძალიან შავი კვადრატია. ძალიან შავი. 5 ოთახიანი კერძო სახლი ისანში, აბა ნახოთ. ეგ ვინახე ამ კოდი. ეს? არ მახსოვს. კი. არ მახსოვს. წინაზე მამასთან ტელევიზორში რო უყურებდით. ვსე გამახსენდა. ძველი აშენებულია. აუ წინაზე რო დავინახეთ მამასთან ის სახლი რო კარგი ფასში იყო, მაგრამ სოფელში. სოფლებში არის კარგ ფასებში, მაგრამ სოფელი რა თქვია? ბეთანიაც არ გვინდა. ნაძალადეებში. 3 ოთახიანი არ გვინდა. აი ესეც ძველი აშენებულია უკვე ეთყობა. так. იგივეა. ისევ მუხია გლდანშიო. 7 ოთახიანი გლდანში. ესეც საყვარელია, მაგრამ ესეც შავი კარკასი იქნება უეჭველი 91,000 დოლარი. შემოღობილი მაინც არის, მაგრამ უეჭველი შავი კარკასი იქნება. მეტი. ეზოს ფართი 300 კვადრატი, 91,000 დოლარი, შიდა ფართი არის 155 კვადრატი, ძალიან მაგარი ფართია და ძალიან კაი სახლია. რაღაც გარემონტებული არ არის. ცუდია. თუმცა შიგნით წესით კარგი იქნება, როცა გარემონტდება. ჩუღურეთში 4 ოთახიანი 100,000 იყო. აბა ვნახოთ. აი სანამ გაყიდი ხო შეიძლება აი ეს შეაკეთო. აი ეს რა არის? აი ეს აუ არა, აშკარად ძალიან ძველი რემონტია, მაშინ 100,000 როგორ უნდა გადაიხადო. ფონი ჭალაში 8 ოთახიანი. ესეც მინახია კი. так.
ძველი რემონტით, მაგრამ დიდი ფართი ჩანს. 400 კვადრატი. სახლი თბილისში, ქვემო ფონჭალაში, თბილისი, რუსთავის მაგისტრალთან პირველ ხაზში, თითქმის სიმარტოვეში. მიწის ნაკვეთია 800 კვადრატი. არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ რაღაცა ძალიან სოფელივით არის უკვე რაღაცა თითქოს. ხუთოთახიანი კერძო სახლი ლილოში. აბა ვნახოთ ეს რა არის. ეს რა არის და სადაც ჩვენ ვიყავით. ეგ არის. სოფელში. მაგრამ ნუ რანაირად არის ლილო. ეს არ არის ლილო. იყიდება ხუთოთახიანი სახლი. გამარჯვებაში. არადაზე მოთაწერია ლილოშიო. არ არის ეს ლილო. აქ ვართ ჩვენ ნამყოფი და ძალიან კარგი ფასიც არის. თვითონ სახლიც ძალიან კარგია. ასე რომ ნუ 5 ოთახი როგორ 3 საძინებელი, 1 ზალა და ცალკე კუხნა. თუ ეგ 5 ოთახი არ ითვლება, 4 ოთახი ითვლება ეგ. შემდეგ ლოტკინზე 4 ოთახიანი. ძველი გაკეთებული, ძველი აშენებული ეს რა არის, მაგრამ ნო აქ არ მიუთითე ახალი აშენებული თქო. არ მიუთითებია. ახალი აშენებული სადუნდა მიუთითოთ. Так. Ezos parti. სად უნდა დავწერო? ახალი აშენებული და ძველი აშენებული. კაი ვერ ნახე ეგ. так, 3 ოთახიანი, ეს არ გვინდა 3 ოთახიანი ცოტა. 4 ოთახიანი. 5 ოთახიანი ნაწილადებში. No, ძველი აშენებულია. ძველი არის და რემონტი აქვს. აუ ეს ჩარტერა. ისანში მოიცა. აი ეს ჩარტერა. ეს? ხო. ვაკეში, 5 ოთახიანი. ესეც შავი კარკასი იქნება და არაფერი არ იქნება. ესეც სოფელივით არის რა, სად არის ეს ვაკეში, მე არ ვიცი, სოფელია თითქმის. აი, ნახე სადღაც ზემოთ მთებში. ამას ზემოთ არაფერი აღარ არის უკვე. ესე რატო უღებენ? შეგნიდან რატო არ უღებენ? ეს ავჭალაში 100,000. ესეც მაქვს ნანახი, კარგია, მაგრამ საძინებლები ყველა ზემოთ არის. ერთი საძინებელი დაბლა მაინც რო ყოფილიყო. რამენაირად. შიგნიდან აქ რემონტი კაი. მაგრამ გარედან ისე რა არის. გარედან შეგიძლია შეღებო თავიდან ყოფრად. ყოფრად შეღები და всё. მე ყვითელი არ მომწონს გარედან. რამე ისეთი ან ნაცრისფერი, ან რამე მოგისტაფილოსფერი ისეთი. ხო, ან თეთრი რა. რა მაინც ყვითელი მოგდოთ. ეს გვაქვს ნანახი მე და მამიკოს. რვა ოთახიანი მუხიანში.
ძველი იქნება უეჭველი. არა, გარედან სურათი ესე იგი ძალიან ცუდია. აღარ შეხე. 60-ხიანია დედა ძალიან პატარა. შემდეგ 60-ხიანი სამგორში სანცუტეკ. 6-ოთახიანი დიდი ღომში ესეც შავი კარგასი იქნება. თუმცა კაი შემოღობილია და ადგილსაც ვაფშე არაფერი არ არის შიგნით საერთოდ. შესაღებია და კიდე ყველაფერი გასაკეთებელია. ჭერი 5-ოთახიანი დიდი ღომში აბა 95 შეფაც ყველაფერი გასაკეთებელია და ეზოც ძალიან პატარა არის. ეგ რა არის ეზო ერთ კრუქს ვერ და ერთ კრუქს რო შემოირბენ მაინც არ დაიღნები. და ისანში 85,000. მასე შინიდან არაფერი არ იქნება. ეგ 85,000. არ არის. სანზონაში 4-ოთახიანი 85,000. ეს უკვე ნახეთ. ესოც არ აქვს გარიდან. აი ხო ვამბობ, სახლი თუ არის, ეზო არ აქვს, ეზო თუ არის. სახლია ერთი ამხელა. ამ სახლი თუნდია რემონტი. Τι გადმოიღები და არ მოგფიქრე შოკო. გამოიღე მე დედა. ვაი მე დედა, ძველი რაღაცა. 6-ოთახიანი ავჭალაში. მაგარი 6-ოთახიანია. ალბათ ბოსელი იფლება. შემდეგ 4-ოთახიანი სანზონაში. სურათები სად არის? არ არის. ამიცა. არა დედიკეზო სახლია. 60-ოთახიანი მუხიანში, 60-ოთახიანი მუხიანში, 60-ოთახიანი არ გვაწყობს. აი მე ერთი ციცკნა და არა და 60 კვადრატი. ლამაზად გაწყობილია ხო ეზო. ლილოში 4-ოთახიანი 97,000. აბა ვნახოთ. აი გრალამი. ეს რო ვნახეთ თავიდანვე. ეგ არ არის. ეგ არის. არ არის. აი თავიდანვე რო ვნახეთ. მეორე საფრთხე ცალკეა და ის ცალკეა. აგერ, არ რო გადაღებული ეგრე უბრალოდ. 2-ოთახიანი სამგორში 100,000. მაგარია. 6-ოთახიანი სახლი ისანში. ეს არ გვინახია მე მგონი, მაგრამ მე მგონი ისე ძველი აშენებულია. არ გვინდა. 7-ოთახიანი ლოტკინზე. 100,000. ეს არის? არ არის ცუდი ვარიანტი. ჩანჩველი. მოიცადე და. ძველია ძალიან ხო. ძალიან ძველია და მე მგონი ეზოც არ აქვს თითქმის, აი მარტო ეს აქვს და всё აი ეს. რა არის? მანქანასაც ვერ დაყენებ. 4-ოთახიანი და კიდე ძაღლი უნდა ჩატიო მან. ძაღლი? არა უბრალოდ ეგ არ მესმის, ხო შეიძლება მიალაგო ეზო სანამ დაიწყებს სურათების გადაღებას და გაყიდვას. სად არისო? ლილოში. ფართე 150 მეტრი. ისევე ეგ არის დედა. ეგ არის. მუხიანში 5-ოთახიანი. აი შეხედე ერთ წამი უკან ორი ფოტოთი. აი აქ წინა
ის რაღაცნაირი სახლი რო იყო ძალიან პატარა, ხო? აი ეს ოთახში იდგა ზუსტად ის საწოლი. კარგია. გარედან მაჩვენეთ რა ხდება კიდე. მომწონს დე. იქნებ ის არის. ხუთ ოთახიანი ფართი მოიცადე. იყიდება სახლი მოხიანი საგარაკებზე, მყუდრო გარემოში სახლის ფართი არის 100 კვადრატი, ეზო 350, ორი საძინებელი არის შავი კარკასის მდგომარეობაში. ორი საძინებელი ახლა დიდი არაფერი არ არის. მე შეკეთება ეგეც. ხო, მაგას ვამბობ. ეს კარგი ვარიანტია, ეს ირაკის უთხრა მე. так. დაიხლათ შავი კარკასი რო 100 არის. კვადრატი და 350 მიწა ძალიან ხო, კარგია. ორი ოთახი რო არის შავი კარკასი, დადგა საწოლის ახლა შკაფს და მაინც ხო. თან ადგილიც იგივე იქნება, გადასვლაც არ მოგვიწევს. უბრალოდ თუ ყველაფერი რომ იყოს ის გვერდი. მაღაზიები და ასე შემდეგ. ახლოს არის დედა აქვე არის. შვენიერი თუ არ გაიყიდა კიდე. так. 10 დეკემბრამდე თუ რა. 10 დეკემბერს არის დადებული, დღეს არის 18 დეკემბერი. აბა ეს ნახევარით. ესეც. იგივეა დედა. აი ეს. ესეც იგივეა. გარედანაც მომწონს. ესეც მე შეიძლება ან ბრიზგი გაკეთდეს გარედან ხო რაღაც. და უბრალოდ რომ დატოვა. ის ნორმალურია. აი ეს დასაჯდომიც მომწონს, აი დაჭდები რაღაცა ყავასთანები. ან ორსართულიანია? აუ შეიძლება ამის ნახვა აბა ნახე ძალიან ქვევით. კარგია. არა დედა ერთსართულია. აი 100 კვადრატის სახლი, 150 კვადრატი. ახალი აშენებული სველი წერტილი 1 ცხელი წყალი, ცენტრალური გათბობა, ტელევიზია კი მდგომარე, ახალი გარემონტებული ცენტრალური გათბობა. აივანი 1 ბუნებრივი არის. ინტერნეტი კი, წყალი კი. საწოლი კამერები რემონტი კარგია, ფერებშიც ძალიან მომწონს. ეს ლუსტრაც ძალიან მომწონს. არც ეგეთი არ არის, აი ესეთი გაშლილი მიშლილი. გიგანტურები რო არის. აუ მომწონს. ამერლა მომწონს. კუხნაც მოგწონს ხო? Кухня, наверное, тут отдельно, скорее всего, зала არ ეთყობა ეს. იგივე არის ზალა. ხო, არა, კუხნაც არის კუხნა და ზალა ერთადაც არის ეგეთები. ვიცი, მაგრამ აი აი ეს მარტო კუხნა არის, ხო? მეორე მხარეს აგერ მეორე არის ზალა. და სპალня одна. აგერ ეს არის ზალა. ორი სპალნა არაჩვენის, იმიტომ რომ შავი კარკასია მერე რა. აი ეს წითელი სპალნა წეღანაც წითელი იყო. ხო. ეს იგი ეს ერთია. Ой, да даже им шав каркасებში. Да, пока в зале можно посмотреть, а потом это доделывать остальное. Да, даже თუ იმ შავ კარკასში უბრალოდ საწოლი დადგა, მაინც ხო დაიძინებდი. რა პრობლემა? გათბობა იყოს მთელი მასში გამყვანილი. მამიკო ნახავს აბა რომ მოვა და ვნახოთ. იქნება დანარჩენი ყველა ოთახი ხო არის? მოკლედ ეს ეგრე იყოს კაი. და აი ჩვენ დავუშვათ ჩვენ დივანს თუ წავიღებთ, ხო იშლება და დავიძინებთ. ან ის ჩვენი საწოლები დავუშვათ რომ ზალაში დაიდგას რა პრობლემაა. ჯერჯერობით არაფერი. ეს ოთახიანი კერძო სახლი მუხიანი შეგონა. არა. და что? Понятно, что там. ძალიან Это полуподвал, это полуподвал.
გარედან არ არის ცუდი. მაგრამ შიგნიდან აი ეს პალნა მწვანე. არ მომწონს. არ მომწონს. რა არის მწვანე? აი გეწინაზე მგონი პატარაა წახვედი. აუ, ნახოთ. არა, ჩვენ რო წავედით ეგ არისო. ჩვენ რო წავედით ეგ უკვე შევხვდა. ისევე ეს. აუ, აი მომეწონა მუხიანში. აი შოი კოკოსი. კარგია, მაგრამ პატარაა სამოთახიანია. არ არის შემოთავაზ. მაგრამ ოჩმანი კიდევ. ну цена хорошая. 83,000 კარგი ფასია. ეზოც აქვს აგე. ну არა, კარგი ფასია ნამდვილად. ბრალ აბა ეს ნახე 95. ყველაფერი გასაკეთებელია. დაისახლი კი არის. მაგრამ პატარა ეზოც პატარა აქვს. აბა ეს კერძო სახელი გლდანში. 4 ოთახიანი პარტია 80 კვადრატი პატარაა. ამაზე უფრო პატარაა ხა. აუ აი მომეწონა კარგია ძალიან. ნახოთ აბა ირაკლი რა სიტყვის. ჯერჯერობით ალბათ всё. მეგობრებო, აი ეგ მომეწონა მოკლედ წიღან რომელიც გაჩვენეთ მუხიანზე. ნახოთ აბა ირაკლი რომ რას გვეტყვის. იქნება სანახავადაც წავიდეთ შევხედოთ. ორი შავი კარკასი. ორი ოთახი შავი კარკასით არის, პრინციპში არა უშავს, გაკეთდება. შავი კარკასი გასალესად კიდე შეიძლება. კიდეც განვიხილავდით მასეთ ვარიანტს, რომ მეთქი ნახევარი სახლით გარემონტებული რო იყოს, ნახევარს გავარემონტებთ მეთქი თან. ნახევარიც არ არის, ეგ ნახევრის ნახევარია. ორი საძინებელი პრინციპში. ერთი საძინებელი თუ გაკეთებული აქვს და ზალა და კუხნა გაკეთებულია, უკვე შეიძლება ცხოვრება. ორი საძინებელი კიდე გაკეთდება ნენენა ეგ არის. ხო და ის არის ჩვენი დივანი აგერ იშლება და ბუბას პალი ბუბნა შეკუმნეთი მე. ხო დაუშვათ და ბაბუშკი ძალიან აბა. ხო და ან კიდე შეიძლება და დაუშვათ ჩვენი საწოლები ზალაში დადგმული იყო რამოდენი. თქვენ დახევოდი ჩვენს ოთახში და ისინი ზალაში დაუშვათ ჯერჯერობით. ну მოკლედ სანახავია როგორ იქნება არ ვიცი. ან დაუშვათ თქვენ ოთახში რომ დაიდგას ერთი საწოლი და ჩვეულებრივად დავიძინებდით. აი ჩვენი ერთი საწოლი რომელიმე რომ დადგმული იყო თქვენ ოთახში. ადვილად დავიძინებდით ორივე ჩავეტყოდით. აი მე წავედი თუ არ დავამთავრე. წადი ხოვდიდიკო. და ესეთი ამბები მოკლედ მეგობრებო, რაც შევხედოთ ჯერჯერობით მარტო აი საქმე მომეწონა. იქაც კიდე რაღაც არის გასაკეთებელი, მაგრამ მაინც აბა დროებით გემშვიდობებით.